უკრაინის ფრონტზე უკრაინელი გმირების მხარდამხარ არაერთი ქართველი ოფიცერი და ჯარისკაცი იბრძვის. მათ ზუსტად იციან, რომ უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაა. ლეგენდარული აზოვის ბატალიონის ერთ-ერთი დამაარსებელი, ქართული არმიის თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ქუფარაშვილი ერთ-ერთი იმათგანია, ვინც ქალაქ მარიუპოლს რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენციის პირველი დღეებიდან იცავდა. 2022 წლის 17 მარტს ერთ-ერთ ბრძოლაში გიორგი დაიჭრა. მას ოპერაცია აზოვსტალის ქარხნის მიწისქვეშა სარდაფში გაუკეთეს და მიუხედავად დაღუპვის აშკარა რისკისა, 22 მარტს უკრაინელი მფრინავების წარმოუდგენელი გმირობის ფასად მან შეძლო ალყაშემორტყმული ქარხნიდან ევაკუაცია. მაისში უკრაინის პრეზიდენტმა გიორგი ქუფარაშვილი დააჯილდოვა და ქვედანაყოფის საბრძოლო დროშა გადასცა. არაფერი იმაზე დიდი პატივი და სიამაყე სამხედროსთვის და მეთაურისთვის, ვიდრე მისი ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობის შრომის და ბრძოლის დაფასება. ბრძოლა გამარჯვებამდე დიდება უკრაინას. წერდა მაშინ გიორგი თავისუფლება უსისხლოდ და ბრძოლის გარეშე არ მოდისო. ესეც გიორგის სიტყვებია, რომელიც მან ჩემთან ინტერვიუში თქვა. გიორგი ახლა პოლკოვნიკ ევგენი კონოვალეცის სახელობის მეთაურთა სამხედრო სკოლის ხელმძღვანელია და სწორედ ამ სტატუსით შემოგვიერთება ეთერში. მე მინდა მას მივესალმო, ცხადია ჯერ მისალოცად საქმე არ გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს მიერ ზევით ჩამოთვლილი ყველა სტრატეგიული მიზანი და ამოცანა, რომელიც ჰქონდა პუტინს და რუსეთს, ფაქტობრივად ანულირებულია, ომი გრძელდება უკვე იმაზე მეტხანს, ვიდრე თავად რუსეთი იყო მეორე მსოფლიო ომში ჩართული. ეს მეტყველებს უკრაინელი ხალხის წარმოუდგენელ, აღუწერელ, არა მარტო გაბედულებასა და თავგანწირვაზე, არამედ თვით ორგანიზების უნარზეც. გიორგი, მოგესალმებით პირველ რიგში. მინდა რომ გთხოვოთ, გაიხსენოთ ის დღეები, როდესაც საომარი მოქმედებები დაიწყო, რამდენად ასე თქვენ მაშინაც სამეთაურო პოზიციაზე იყავით და ყველას გვაინტერესებს აი 4 წლის წინა გადასახედიდან არსებობდა თუ არა რეალური პროგნოზები და მოლოდინი იმისა, რომ აი ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყებოდა უკრაინაში. მოგესალმებით ბატონო გიორგი, მივესალმებით თქვენ ტელემაყურებლებს. აქტიურად 4 წელიწადი გავიდა, რომ გადავხედოთ იმ პერიოდს. პირველი დღეები არაერთხელ აღნიშნე, რა თქმა უნდა, იმის პროგნოზი შეიძლებოდა, ეს არაერთი დღითა და ორი დღით ადრე იყო ის ინდიკატორები, მაჩვენებლები, რომ იქნებოდა ფართომასშტაბიანი, ესე ვთქვათ, ომი, ცხელი ფაზა, აქტიური ფაზა, იმიტომ რომ ამას ემზადებოდნენ რამოდენიმეჯერ დიდი რაოდენობით პირადი შემადგენლობა მოზიდა რუსეთმა საზღვართან. ტექნიკა გადმოისროლა, ცოცხალი ძალას საშუალებები, ეს ყველაფერი მაგის ინდიკატორი იყო და ყოველ დღეს იძაბებოდა, რა თქმა უნდა. და ყველას კარგად გახსოვთ, როგორ დაიწყო ეს წინასწარ, ესე ვთქვათ, 3 დღით ადრე პუტინმა ყველას გახსოვთ რუსეთის დუმაში, სახელმწიფო დუმაში შეიტანა ვითომ ჭყალებში, რო ვთქვათ, ეს აღიარების მომენტი და შემდეგ თუ სწორედ მახსოვს კვირა საღამოს თვითონ გამოვიდა და უკვე პირდაპირ მიმართვა იყო. ხო ეს ფაქტი ეს უკვე გამოცხადება, ომის გამოცხადება არის, უბრალოდ ასე ვთქვათ სტრატეგიულ პოლიტიკურ დონეზე ვითომ განაცხადი გააკეთა, მაგრამ რა თქმა უნდა ომი უფრო ადრე დაიწყო 2014-ში და თუ იმას გადავხედავთ ეს უკრაინაში რაც დაიწყო, მაგრამ საქართველოში ფაქტურად 90 წლებიდან ომი მიმდინარეობს. ბატონ გიორგი, გავიდა 4 წელი, უკრაინის შეერაღებულმა ძალებმა გამოიარა ურთულესი პერიოდი და დღეს გვაქვს სურათი ასეთი მოცემულობა, რომ არა მარტო უკრაინა არის უკრაინული არმიის იმედზე, არამედ მთელი თავისუფალი სამყარო. კიდევ უფრო მეტად რო დავაკონკრეტოთ, ევროპის მომავალი უსაფრთხოების სისტემის მდგენელი შეერაღებული ძალების სახით არის სწორედ უკრაინა და ამის არ ერიდებათ, ამაზე სრულიად ღიად და მათ შორის სიამაყით საუბრობს არა მარტო ზელენსკი, არამედ მისი კოლეგები, პარტნიორები, ევროპელი ლიდერები, გერმანიის, საფრანგეთის, ბრიტანეთის, პოლონეთის ლიდერები. რა შეიცვალა ამ 4 წლის განმავლობაში უკრაინულ არმიაში? რა მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, მათ შორის თუნდაც ტექნოლოგიური თვალსაზრისითაც, რა ეტაპზეა ახლა უკრაინა? გეთახმებით ბატონო გიორგი, აქ საუბარი მარტო იმაზე არ არის, რას ამბობს ზელენსკი. სამწუხარო არის, რომ დღესდღეობით
სოფლიოში ორი არმია, ეს არის რუსეთის არმია და უკრაინული არმია, შეერაღებული ძალები, რომელსაც ყველაზე დიდი გამოცდილება იმ დონის გამოცდილება მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ არა მხოლოდ ნატოს ქვეყნები, მოწინავე ნატოს ქვეყნები, ამერიკის შეერაღებული ძალები ყოველდღიურად, რასაც გვაქვს შეხება ჩვენ თხოვენ გამოცდილების გაზიარებას, იმიტომ რომ აქ არა მარტო ტექნიკური განვითარება არის, ტექნოლოგიური განვითარება, აქ ყველა სამივე დონეზეა, ტაქტიკურზე, ოპერატიულ, სტრატეგიულ დონეზეც ხო. სამწუხაროა ეს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან გვიან მიხვდა ევროპა ამას, მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. აღიარებს, რომ სხვა გზა არ მაგალითად თუ ავიღებთ უკრაინას სხვა გზა არ დარჩენია. ეს ხალხი რისთვის ომობს 4 წელიწადია. დამიჯერეთ, რომ უკრაინელ ხალხს მეტად არავის უნდა მშვიდობა და ომის დამთავრება. მაგის ფასი კარგად ვიცით, ყოველდღიურად ხედავთ და განვიცდით მაგას. მაგრამ არ სურს უკრაინელ ხალხს თავისი დამოუკიდებლობის დაკარგვა, არ სურს თავის სუვერენიტეტის დაკარგვა და თლიანად ეგზისტენციალურობაზე საუბარ უკრაინის არსებობაზე. გლობალურად თუ უფრო ფართო მასშტაბიანად შევხედავთ, ღმერთმა არქანას და თუ დაკარგა უკრაინამ ეს ყველაფერი და მისი ეგზისტენციალურობა გაქრა, ეს ხო არ გაქრება ჰაერში. ეს აღმოჩნდება რუსეთის ხელში. და წარმოგიდგენიათ ახლა თქვენ რომ უკრაინის შეერაღებული ძალები უფრო მეტია და უფრო ძლიერია, ვიდრე მთლიანად ევროპაში არსებული შეერაღებული ძალები. სად აღმოჩნდება რის ხელში და რას მოიმოქმედებს, არ არის აუცილებელი 2-3, შეიძლება 10 წლის შემდეგ იყოს. მილიონზე მეტი ადამიანს აქვს უკვე გამოცდილება, საკმაოდ ძლიერი გამოცდილება. გამოცდილება, რომელიც რამოდენიმე დღის უკან უკვე საქვეყნოდ იყო გამოტანილი, ნატოში მიწვეულმა 20-მა უკრაინელმა ოპერატორმა ფაქტურად სწავლებაზე, როცა ეს იყო შემოწმება, რა შეუძლია ქონას, 20-მა კაცმა ფაქტურად გაანადგურა 2 ბატალიონი. ეს სადღაც ბატალიონის საუბრობთ სადღაც 400-დან 500 კაცთან თავის ტექნიკით. შეფარდება რო ვთქვა, ხო? განვითარება სამწუხაროდ ძლიერი მოყვა, ტემპები ძალიან მაღალია. რა გასაჭირიც აქვს დღესდღეობით უკრაინას, ეს არის ტექნოლოგიები, ეს ყველაფერი გააჩნია, მაგრამ აქ არის ფინანსური დახმარებაა საჭირო, გარკვეული ტექნიკური დახმარებაა საჭირო. ბატონ გიორგი, რადგან ტექნიკაზე და ტექნოლოგიებზე ვსაუბრობთ, მოდით ეს ნაწილი რომ მიმოვიხილოთ კიდევ უფრო ღრმად, ჩვენ უკვე ვიცით, მათ შორის აი მიუნხენში ზელენსკის ამ ბოლო ვიზიტის დროს მიუნხენის კონფერენციის პარალელურად ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იყო, როდესაც გერმანიის თავდაცვის მინისტრთან ერთად მან გახსნა ახალი გერმანულ-უკრაინული საწარმოო დრონების წარმოების და იქ იყო მინიშნებები, რომ კიდევ სხვა ტიპის სპეციალური ტექნოლოგიების მწარმოებელი, ასე ვთქვათ, მიმართულებებითაც იმუშავებს ეს საწარმო. ამის პარალელურად თავად უკრაინის ტერიტორიაზეც დაიწყო წარმოება ისეთი შორი მანძილის დანიშნულების რაკეტებისა, რომლებიც ფაქტობრივად წარმოადგენენ ანალოგს იმ რაკეტების, რომლის გადაცემაზეც ამ მომენტამდე შეერთებული შტატები თავს იკავებს უკრაინისთვის. და ამ მხრივ ბოლო დღეების განმავლობაში 1500 კილომეტრის სიღრმეზე განხორციელებული დარტყმები ერთ-ერთ საკვანძო რუსეთის სამხედრო წარმოების ქარხანაზე მეტყველებს იმაზე, რომ ფლამინგო როგორც ჩანს, უკვე წარმატებით გამოიყენება. რა შეგვიძლია ვთქვათ, რისი თქმაც ამ ეტაპზე არის შესაძლებელი თქვენის მხრიდან, აი ამ ტექნოლოგიური სამხედრო წარმოების ზრდის თვალსაზრისით, რა ეტაპზეა ახლა უკრაინა და შეუძლია თუ არა მას დროთა განმავლობაში მიაყენოს ისეთივე დარტყმები და ზიანი რუსეთის ინფრასტრუქტურას, როგორსაც აყენებს რუსეთი დღეს თავად უკრაინას. ცოტა ესეთი საკითხი არის. ტექნოლოგიურად თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ჩვენ ტელემაყურებლის სახსოვს უკრაინა საკმაოდ დიდი ქვეყანა იყო, ისევ საბჭოთა კავშირის დროდან მოყოლებული, რომელიც აწარმოებდა ბალისტიკურ რაკეტებს. ეს თვითმფრინავები, რომელიც ბომბავს დღესდღეობით უკრაინას, ფაქტობრივად უკრაინიდან წაიღეს, ხო, გაიცვალა, ესე რომ ვთქვათ, რუსეთს გადაეცა თავის დროზე, სადღაც 90-იანებში. ავიაციის დიდი განვითარება ქონა, კოსმოსური რაკეტების ძრავებს აშენებდნენ. ესე რომ ვთქვათ, თანამგზავრი გაუშვეს და ასე შემდეგ. პოტენციალი უდიდესია. თან პოტენციალი აქ საუბარი არის ტექნიკურად გამართულ პოტენციალს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკრაინა ამას შეძლებს დახმარების გარეშე. იმიტომ რომ არის გარკვეული
სიტყვაზე ვთქვათ, ტექნოლოგიები, მიკროჩიპები, რომლებიც საზღვარგარეთიდან შემოდის, რომელიც უკრაინის არ გააჩნია მისი წარმოების საშუალება იმ მასშტაბით, რაც ესაჭიროება. Flamingo-მ, ფაქტიურად ეხლა დაიწყო პირველი ნაბიჯები იმ დიდი გზის, რაც მოილის ალბათ მომავალში და საკმაოდ ეფექტურად, ხო, ნახეთ. რა იქნება იმედი არის მაგის, იმიტომ არა მარტო Flamingo-ზე მუშაობენ, სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ. ისე ვიძახი, რომ ევროპამ დაინახა, რომ უკრაინას გააჩნია ეს პოტენციალი, გააჩნია გამოცდილება, იმიტომ რომ გამოცდილება არის სისხლზე დაფუძნებული. ძალიან დიდი ფასად მიღებული, რომელიც ევროპას არ გააჩნია ფიზიკურად. ამიტომ გერმანიაზე სხვა ქვეყნებიც, ნორვეგია, სხვა ქვეყნები შეუერთდნენ და არა მარტო ერთი, თქვათ, кейსი არის მრავალი кейსი, რომელიც საცალკე ქვეყნები თანამშრომლობენ უკრაინასთან და ერთობლივად აწარმოებენ. ბატონ გიორგი, და გადავდივარ ომის წარმოების ალბათ ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტზე, ეს არის ცოცხალი ძალა, შეერღებული ძალები, ჯარისკაცები, ოფიცრები. პუტინს ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ერთადერთი გათვლაღა დარჩა, რომ გამოფიტვის პოლიტიკის კვალობაზე, გამოფიტვის სტრატეგიის კვალობაზე, გამომდინარე უკრაინის მოსახლეობის რაოდენობის, რუსეთის მოსახლეობასთან შეფარდებისა, გამომდინარე იმ ფასისა, რომელიც უკრაინაში, როგორც დემოკრატიულ საზოგადოებაში და ცივილიზებულ საზოგადოებაში ადევს თითოეული ადამიანის სიცოცხლეს, შედარებით რუსეთში ადამიანებისა და მოქალაქეების მიმართ დამოკიდებულებისა, რომელთაც მართლაც საზარბაზნე ხორცად იყენებენ, სხვა შორის აი ამ სიტყვების შინაარსი ამ ომის დროს შევიგრძნები მე პირადად, ხო, როცა ლაპარაკია, რომ აი 35-40,000 კაცის განადგურება ხდება ერთ კვირაში და ეს თითქოს არაფერი ჩვეულებრივი ამბავი არის რუსეთისა და პუტინისთვის. აი ეს ფაქტორი რამდენად სწორია გათვლა პუტინის, იმიტომ რომ ციფრებში და პროპორციებში, ну, მათემატიკას ვერ ავწდებით, ესე უხეშად რო ვთქვათ. თქვენ რა როლს მიანიჭებდით და რა რისკებს დაინახავდით ამ მიმართულებაში, თუ კი საომარი მოქმედებები კიდევ დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდა? ბატონო გიორგი, აბსოლუტურად ესეთი ვიტყოდი შემდგომს, რომ არ არის აუცილებელი, გასაგებია რუსეთს უფრო მეტი რესურსი აქვს, უფრო ადამიანის რესურსია საუბარი, მაგრამ ფაქტია 4 წელი მიდის ომი. იმიტომ კი არა რომ უკრაინას გააჩნია მეტი ხალხი ან შეიარაღება, ან უკეთესად არის თქვა მომზადებული. აქ საუბარი არის ნებაზე, სახელმწიფოს ნებაზე, ხალხის ნება, სახელმწიფოს ნება გამომდინარეობს ხალხის ნება. ხალხი არ ეხებს. ეს ერთი, მეორე რუსეთსაც გააჩნია თავისი შეზღუდვები. იგივე ჩვენ როგორც თქვენ აღნიშნეთ, პირად შემადგენლობაში. ადრე, ანუ ყოველდღიურად ხდება ესეთი რაღაცა, მობილიზება ხდება პირადი შემადგენლობის რუსეთში. მას აქვს გარკვეული გეგმა მობილიზაციის და ის მოიხმარს, თქვათ, ყოველთვიურად 30-35,000 კაცს. რომ წინ წავიდეს მეტი შეძლოს. მაგრამ დანაკარგები 10 და 30-35,000. ანუ იმაზე მეტი ჭირდება, ვიდრე უკეთებს მობილიზებას. ანუ ვერ ახერხებს იმ დანიშნული მიზნების მიღწევას. ასევე ფინანსურად დაიწყო ხალხის ქირაობა. ის მოხალისეები, რომელიც ადრე ყავდა და მონაწილეობდნენ, საკმაოდ დაეწყო ფრონტის წინახაზს. საკმაოდ დაეწყო ფრონტის წინახაზს ის ხარისხი რა ხალხით ადრე მოდიოდა, ესე რომ ვთქვათ, თავისინებით, ეხლა ძალით მოდიან ინვალიდებიც მოყავთ ძალით. ესე რომ ვთქვათ, სავარძელზე ვნახეთ, არ მეჯერა, მაგრამ მე თუ ვნახე, როგორ სავარძელზე აღმოჩნდა კაცი. ეტლზე, ხო? ანუ შეზღუდული შესაძლებლობის პირისთვის აბსურდია, ხო? აბსურდია, კი. ანუ ის კვოტა, რაც გააჩნია მას, რომ თქვათ, ყოველთვიურად 35,000 კაცი მობილიზება გააკეთოს, ხელფასი გადაუხადოს, საკმაოდ დიდი თანხებია, ვერ ანუ უფრო მეტი ეღუპება უკრაინაში, ვიდრე ახერხებს მის მობილიზებას. შესაძლებელია გაზარდოს, მაგრამ ეს იმას ანიშნავს, რომ რაღაც გარდამტეხს გააკეთებს. ომის დამთავრების რამოდენიმე ვარიანტი არის. პირველი ის, რომ ანეთი უნდა გაიმარჯვოს და მეორე დამარცხდეს, დათმოს უკრაინამ რაღაცა, რაც აბსოლუტურად იურიდიულად შეუძლებელია, არ გააჩნია პრეზიდენტს ის კონსტიტუციაში უწერიათ, რომ ვერ მოაწერს ხელს ვერანაირ. ეგრევე სისხლის სამართლის დანაშაული არის. ხელმოწერიდან 1 საათში პრეზიდენტს ან ვინც მოაწერს მას მომავალი აღარ აქვს. ეს ყველაზე კარგ ვარიანტში. ანუ მაგაზე ვერ წავა უკრაინა, ძალიანაც რო უნდოდეს.
დათმობები არ ხდება, ერთადერთი გზა, ყველაზე ბოლო გზა ეს არის ომის კიდე გაიწელება სავარაუდოდ რამოდენიმე წელიწადი, სანამ როგორც თქვენ აღნიშნეთ, ვინ გამოიფიტება პირველი. უკრაინა რო არ გამოიფიტოს, პირად შემადგენლობაზე არ არის საუბარი, ამიტომ არის საჭირო დასავლეთის დახმარება. ტექნოლოგიურად, ფინანსურად დანაჩენს უკრაინა გააკეთებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაზე დიდ მხარდაჭერას საყრდენს დაკარგავს ევროპა უკრაინის სახით. ეს მე მგონი უკვე ნათლად აქვთ გაცნობიერებული, ჩვენ შეიძლება ტემპები არ გვაკმაყოფილებს, ასე ვთქვათ, მხარდაჭერის მობილიზების, მაგრამ ეს არის მახასიათებელი დასავლური სისტემებისთვის, დემოკრატია, საზოგადოებრივი აზრი, პოლიტიკური კონსენსუსი მისაღწევი და ასე შემდეგ, მაგრამ მე მგონი ამ ხრივაც ევროპა არ არის მზად ომისთვის, ევროპას არ სურს და არც არის მზად. გამოკითხვებითაც თუ ნახავთ, ძალიან საშინელი მდგომარეობა. რას გულისხმობთ, რომ დააზუსტოთ? გულისხმობ, ავიღოთ, თქვა ისე გერმანიის შეერაღებული ძალები. გერმანიის შეერაღებული ძალების მაგალითისთვის თქვენ საუბრობთ სამხედრო მზაობის ხარისხზე. იმიტომ რომ ამერიკული ქოლგის ქვეშ იყო ეს უსაფრთხოება მთლიანად და შესაბამისად ევროპული სისტემები ამ მხრივ უბრალოდ კი არ ჩამორჩებოდნენ, იყვნენ ნაწილი ამისი და ამ ახალ მოთხოვნებს, როცა შეერთებული შტატები თავის პასუხისმგებლობას კი არ გაურვის, მაგრამ ამცირებს ევროპის კონტინენტზე, ცხადია, ბევრი რამის თავიდან გაკეთებაა საჭირო. გერმანიაზე საუბრობდით თქვენ. დიახ, თქვა მაგალითს ყველაზე დიდი ელემენტი შეერაღებული ძალებში არის სახმელეთო ჯარები. გერმანიის დღესდღეობით გააჩნია სადღაც ამ მომენტისათვის 66,000 სამხედრო მოსამსახურე. ტანკების რაოდენობა საერთოდ აბსურდულად შეზღუდულია, შეიძლება 200 იყოს. კიდევ ნაწილი თქვა დაკონსერვებულია ამ მუშაობის მოქმედება. რაც დრონები, რასაც ქვია, დრონებით ბრძოლა ტაქტიკულ დონეზე ფაქტიურად არ არსებობს. არა აქვთ. ის დრონები, რაც მათ გააჩნდათ ამერიკელებს და ასე შემდეგ, სტრატეგიული და როგორც იყო თურქეთთან ბაირაქტარი, დღესდღეობით ბაირაქტარი ეს არის, ფრინავი კამერა, მეტი არაფერი. დიდი დანიშნულება მას არ აქვს. გაცილებით უფრო ეფექტური და მნიშვნელოვანი ბრძოლა საუბარი მოხდა არის ის, რასაც უკრაინაში აკეთებენ. ბატონ გიორგი, არ მინდა ისე დაგემშვიდობოთ, რომ არ მოგცეთ შეფასების საშუალება ქართველი მებრძოლების წვლილის, მათი ღვაწლის და გვაინტერესებს ასევე ახლაც ჩვენ ვიცით, რომ ძალიან საკმაოდ ბევრი ქართველი აგრძელებს უკრაინის შეერაღებულ ძალებში ბრძოლას. რუსეთის წინააღმდეგ რა სიტყოდით, თქვენ თავად ხართ ამის ერთ-ერთი მთავარი განსახიერება, ასე ვთქვათ, აზოვსტალის ეს ისტორია, ამაზე მართლაც ფილმებს გადაიღებენ, დაიწერება ნაწარმოებები, მაგრამ ამ შემთხვევაში მინდა რომ თქვენ სხვები შეგაფასებინოთ თქვენი თანამებრძოლი ქართველები უკრაინაში და მათი წვლილი. კი, ქართველების წვლილი დიდია, ამას ხაზ გაუსმოდი აბსოლუტურად, ამას თვითმკვლელებიც აღიარებენ. სამწუხაროდ ბევრი ქართველი გმირი ქართული მამულიშვილი შეეწირა ამ ომს, ამ ბრძოლას. რამოდენიმე წლის უკან დაიღუპა კიდე ერთი ქართველი მებრძოლი, რომელიც უკვე ჩამოასვენეს საქართველოში, მინდა წუხარება გამოთქვა მის ოჯახს. ბევრ სხვადასხვა დონეზე არიან დღესდღეობით ქართველები დანიშნული. მაგალითად, მე უკვე შეგასწორებით, უკვე წელიწადია გადასული ვარ, ერთ-ერთი მექანიზირებული პოლკის მეთაური ვარ, ასევე კონვალეცის სახელობსაც ყურირებ, მაგრამ ძირითადად მექანიზირებულ პოლკზე, რომელიც მოქმედებს სხვა მიმართულებას და ქართველები ბევრ დაწყებული დაბალი დონიდან მაღალ ეშელონამდე სხვადასხვა თანამდებობებზე იმყოფებიან, როგორც მოქმედები, როგორც ინსტრუქტორები, როგორც მრჩევლები, როგორც მებრძოლები და ჩვენ პატარა სახელმწიფოსგან ესეთი ჩვენ მილიონი არა ვართ აქ, მაგრამ რაც არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და საკმაოდ ეფექტურად მუშაობენ. ძალიან დიდი მადლობა, მხნეობა, გამძლეობა და გამარჯვება მინდა გისურვოთ თქვენ, ჩვენს ქართველ თანამებრძოლებს, რა თქმა უნდა, უკრაინასთან ერთად. პოლკოვნიკი გიორგი ქუფარაშვილი გვერდთვებოდა, რომელიც აღმოჩნდა, რომ არა მარტო სამეთაურო სწავლების მიმართულებით არის ერთ-ერთი მეთაური, არამედ მოქმედი, ამჯერადაც მოქმედი პოლკის მექანიზებული პოლკის მეთაურია. მე მას დავემშვიდობები.